მოგესალმებით, თქვენ უყურებთ სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის საქართველოს ვიდეო პოდკასტს სახელწოდებით როგორ და რატომ და მე მისი წამყვანი ერეკლე შუბითიძე ვარ. დღეს ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო თემაზე, ვისაუბრებთ ახლო აღმოსავლეთზე, მათ როლზე გლობალურ პოლიტიკაში და ამ რეგიონში განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე. ამ მიმართულებით ჩვენ გვყავს ძალიან საინტერესო სტუმარი. დღეს ჩვენი სტუმარი არის აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილი. ვიდრე გადავიდოდეთ უშუალოდ ძალიან საინტერესო ეპიზოდზე, მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ სიმართლე გაცილებით უფრო რთულად ვრცელდება ვიდრე დეზინფორმაცია, ამიტომ გთხოვთ მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები, იაქტიუროთ კომენტარებში და გამოიწოროთ ჩვენი, ანუ საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის YouTube-ის გვერდი. თითოეული თქვენი ინტერაქცია გვეხმარება ხმამ მივაწვდინოთ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს. დიდი მადლობა, რომ გვიყურებთ. მადლობა ბატონო ზურაბ სტუმრობისთვის. დღეს ძალიან საინტერესო თემა გვაქვს არჩეული, თემა რომელზეც იშვიათად ხდება ხოლმე ქართულ მედია სივრცეში საინფორმაციო გარემოში სიღრმისეულად საუბარი და ვფიქრობ მაყურებლისთვისაც ძალიან საინტერესო იქნება ცოტა ისტორიულ კონტექსტს თუ შევეხებით. ანუ აუხსნათ მაყურებელს, რატომ არის ახლო აღმოსავლეთი დღემდე გლობალური ძალების ინტერესის ცენტრში. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და მინდა მადლობა მოგახსენოთ აქ მოწვევისთვის და ამ შესაძლებლობის მოცემისთვის. სანამ კითხვაზე პასუხს გავცემდი, ისიც ვთქვათ, რომ საქართველოში ახლა მძიმე პერიოდია, მინდა რეჟიმის ტყვეებს თავისუფლება უსურვო, ასევე თავისუფლება უსურვო ქვეყანას, რომელსაც რუსული მარყუჟები ყელში უჭერს. ვფიქრობ, რომ საქართველო ამ ბრძოლაში გამარჯვებული გამოვა, ამ ბრძოლიდან გამარჯვებული გამოვა. რაც შეეხება უშუალოდ კითხვას, რომელიც ახლო აღმოსავლეთს ეხება და თქვენც სწორედ აღნიშნეთ, რომ ძირითადად ახლო აღმოსავლეთი მაშინ ახსენდებათ, როცა უშუალოდ უკვე ცხელ ფაზაში შედის ხოლმე ომი, ამა თუ იმ კუთხეში ამ დიდი რეგიონის. მაგრამ არის სიღრმისეული საკითხები, რომლის განხილვაც სხვადასხვა საეთერო საშუალებაში არ ხდება ხოლმე, ვერ ხდება ობიექტური მიზეზების გამო. ახლა, როდესაც სიტყვაზე სტუდიაში ამა თუ იმ ტელევიზიაში 5 წუთი გაქვს გამოყოფილი, სიღრმისეულად ვერ ახსნი, შეუძლებელია ფიზიკურად ყველაფერი ჩაეტიო იმ 5 წუთში, მათ შორის ისტორიული ბექგრაუნდი ახსნა. ამ დროს ეს არის ხოლმე ძალიან მნიშვნელოვანი. რატომ არის ასეთი ინტერესი ახლო აღმოსავლეთის მიმართ? ძირითადად ბანალური ამბავი არის, იმიტომ რომ აქ არის ენერგომატარებლები, ნავთობის მარაგების 2/3 და ბუნებრივი აირის 1/3 ამ რეგიონში არის და გამომდინარე იქიდან, რომ კი ბევრს საუბრობენ და ბევრ გზებს ეძებენ ალტერნატიულ ენერგომატარებლებზე, ენერგიის წყაროებზე გადასვლას, მაგრამ რეალურად ქარხნები არ გადასულა. ხო, კი, ავტომობილები გადავიდა, მაგრამ ავტომობილები რამდენი პროცენტი არის იმისი, რასაც ენერგია სჭირდება, ხო? ძირითადი მომხმარებელი არის ქარხნები და თუ შევხედავთ სოფლიო ეკონომიკაში, რომელიმე რეგიონები ვითარდება, ეს არის ძირითადად ახლა უკვე ინდოეთი და ჩინეთი, ხო? ისინი ასე სწრაფადაც ვერ მათ ავტომობილებიც, ასე ვთქვათ, ნუ ახლა ჩინეთი იწყებს, მაგრამ ნუ ინდოეთი ნაკლებად. ძირითადად აი მომხმარებელი იმის გამო, რომ მას სჭირდება ნავთობი და ბუნებრივი აირი. აქედან გამომდინარე არის ასეთი ინტერესი ერთი და მეორე სიმდიდრიდან მე ამას ვეძახი ხოლმე, სიმდიდრისგან გამოწვეული პრობლემები, იმიტომ რომ ახლო აღმოსავლეთში ესა თუ ის შეიხი იქნება თუ მართველი, ყოველთვის ფიქრობს მეზობელი ქვეყანა ხო არ დაესხმის თავს და რესურსებს არ წაართმევს, ან ქვეყნის შიგნით ხო არ მოხდება გადატრიალება, იმიტომ რომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების უმეტესობაში მოგეხსენებათ, არ არის დემოკრატია და ეს კიდე ცალკე დიდი პრობლემაა, რომელზეც შეიძლება მე ასე ვთქვათ, საკითხის განხილვის დროს მაგას კიდე ცალკე შევეხოთ. ძირითადი თემა არის ის, რომ აქ არის დიდი მარაგები ნავთობის და გაზის. კი ბატონო. ძალიან საინტერესო რეგიონი არის და
პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ ახლო აღმოსავლეთი თავიდან აღმოაჩინეს პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ძალიან დიდი მოთხოვნა გაჩნდა ნავთობზე და გაზზე და მათ შორის ოტომანების იმპერიის დაშლის შემდეგ დასავლურმა ქვეყნებმა, ასე ვთქვათ, დაიდგეს ფეხი ახლო აღმოსავლეთში და დაიწყეს ამ რესურსების მოპოვება. რა გავლენები არის დღეს? ვინ არიან ძირითადი მოთამაშეები ახლო აღმოსავლეთის რეგიონში და დღემდე რა გავლენები არის და რა მიმართულებით ვითარდება გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ეს რეგიონი? ძირითადად, როდესაც ეს ტერიტორიები ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა და მაშინ თუ მოყვებით შუა საუკუნეებიდან მე-20 საუკუნემდე ოტომანები მაინც ევროპული ის არის და ქართულად ჯობია რომ ქართულად ოსმალეთი ვიხმაროთ. ოსმალეთი იყო ერთადერთი სუნიტური ქვეყანა და მისი სულთანი ამავე დროს იყო როგორც სულიერი ლიდერი, ანუ ხალიფა იყო, ისე საერო ლიდერი და შესაბამისად ლიდერობა თუ სუნიტურ სამყაროში ვინმეს შეეძლო, ეს იყო სწორედ ოსმალეთის სულთანი და ითვლებოდა რომ ყველა სუნიტის როგორც სულიერი ლიდერი არის, ისე საერო ლიდერი და ისლამში ასე არის. ისლამში და ერთ-ერთი განხილვის საკითხიც თანამედროვე მსოფლიოში ესეც არის, რომ ისლამში არ არის ერთმანეთისგან გამიჯნული საერო და სასულიერო მმართველობა. ერთად ყოფნას მოითხოვს და ხშირად პრობლემები აქედან გამომდინარეობს ხოლმე. იმის გამო რომ მერე როდესაც თანამედროვე თურქეთის რესპუბლიკა დაარსდა, ათათურქმა გააუქმა როგორც სასულთნო ისე სახალიფო. და ერთგვარი სიცარიელე შეიქმნა, რომლის შევსებასაც მერე ეს ისლამური ეგრეთ წოდებული ისლამური სახელმწიფო და ასე შემდეგ ცდილობენ ხოლმე გახსოვთ თავს აცხადებდნენ ხალიფებად ესა თუ ის პიროვნება და ასე შემდეგ. გასაგებია რომ ოსმალეთის იმპერია როდესაც დაიშალა, ახალ თურქეთში არ იყო ადგილი ხალიფასთვის რესპუბლიკაში, ხო, ვერ იქნებოდა ხალიფას ადგილი. მაგრამ მეორე მხრივ აი ესეთი პრობლემა შექმნა. ამავე დროს წარმოიშვა ძალიან ბევრი არაბული ქვეყანა, რომლის საზღვრებსაც თუ დავხედავთ, დავინახავთ, რომ სწორი ხაზებია გავლებული. ეს რისი შედეგია, ეს იმის შედეგია, რომ მოლაპარაკებების მაგიდაზე ფრანგებმა და ბრიტანელებმა დახაზეს ეს სახაზავით და ისე გაავლეს საზღვრები, რომლის ცხოვრებლებისთვის არც უკითხავთ, ასე სურთ თუ არ სურთ და დიდწილად ხელოვნური სახელმწიფოები არის. ვერ შემდგარი ეგრეთ წოდებული failed state-ები არის ბევრი მათგანი, სწორედ აქედან გამომდინარე, რომ მათ სახელმწიფოებრიობის ტრადიციები არ გააჩნდათ და დღესაც ძალიან სუსტი ტრადიციები აქვს სახელმწიფოებრიობის. საზღვრების განაწილებაზე როდესაც ვსაუბრობთ, აი მაგალითად ქურთები 4 სახელმწიფოში არიან გადანაწილებული, მათი რაოდენობა 40-45 მილიონია, მაგრამ სახელმწიფო არ აქვთ და მათთვის არც უკითხავთ სად სურდათ ცხოვრება, როდესაც ამ საზღვრებს ავლებდნენ. და მეორე, როდესაც ეს ქვეყნები შეიქმნა, ხო, ერაყი, სირია და ასე შემდეგ, ხედავთ ახლა როგორ სიტუაციაში არიან, იმის გამო რომ ეს დიდწილად ხელოვნური ქვეყნები არის. და აი ამ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, მაშინ ჯერ ნავთობს ასეთი დატვირთვა არ ქონდა, არ იყო ესეთი სახალხო საერთო დიდი მოთხოვნა, მაგრამ ნუ იმის გამო რომ ოსმალეთი პირველ მსოფლიო ომში ჩაერთო არასწორ მხარეს, მოდი ასე ვთქვათ, იმიდან გამომდინარე, რომ გერმანია და ავსტრო-უნგრეთი დამარცხდა და მასთან ერთად ოსმალეთი დამარცხდა. გერმანიამ დაკარგა ტერიტორიები, ავსტრო-უნგრეთი დაიშალა და ოსმალეთის იმპერიაც დაიშალა. განსაკუთრებით ტკივნეული იყო და დღესაც არის ეს ახლო აღმოსავლეთის ჩამოშორება მისთვის და ახალი ქვეყნების შექმნა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ თურქეთს სურდა თანამედროვე სახელმწიფო შექმნა, ისეთი როგორც თქვათ დასავლეთზე იქნებოდა და ორიენტირებული და ასე შემდეგ, სხვა გამოსავალი არ იყო გარდა იმისა, რომ რესპუბლიკა უნდა გამოეცხადებინათ, სულთანი მოეჟორებინათ და შეექმნა ათათურქს ის სახელმწიფო, რომელსაც თურქეთის რესპუბლიკის სახით ვიცნობთ.
კი ბატონო. ძალიან საინტერესოა, რომ უკვე პრაქტიკული დეკოლონიზაციის შემდეგ, როდესაც ევროპული ძალები გავიდნენ ამ რეგიონიდან, დარჩნენ სახელმწიფოები, რომლებმაც ახლიდან აღმოაჩინეს, რომ არსებობენ, ანუ ვიღაცები უბრალოდ ბრიტანელები მაგალითად საუდების დინასტია, ასე ვთქვათ, ბრიტანელების შერჩეული იყო, რომ საუდის არაბეთი ემართათ და ამ ქვეყნებმა უკვე დაიწყეს საერთაშორისო დონეზე პარტნიორების და მეკავშირეების ძებნა. როგორ გადანაწილდა საბოლოო ჯამში და დღევანდელი ძალების მხრიდან რა გავლენები არის ამ რეგიონში? როდესაც მე-20 საუკუნეზე ვსაუბრობთ და მაშინ იყო ჯერ სამანდატო ტერიტორიები იყო და გასაგებია პირველი მსოფლიო ომის დროს გამარჯვებული ქვეყნების შემოხდა ეს გადანაწილება, მაგალითად ერაყი იქნება საუდის არაბეთი, ეგვიპტე უფრო ბრიტანული და სირია, ლიბანი ეს ფრანგული გავლენის ქვეშ დარჩა. მაგრამ მეორე მსოფლიო ომი ეს მთელ უბედურებას გადაურჩა რეგიონი და ამით რა თქმა უნდა ყველა ის ქვეყანა რომელიც აქ მდებარეობს თავიდან აიცილა და ერთგვარ წარმატებად უნდა ჩაითვალოს რომ ისინი არ ჩაერთნენ ან ძალიან ნაკლებად შეეხოთ მათ ეს ყველაფერი. მაგრამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იქნება ისრაელის სახელმწიფო იქნება რომელიც ერთ პერიოდში საბჭოთა კავშირიც უჭერდა მხარს, რატომღაც სტალინს ეგონა რომ იმის გამო რომ მემარცხენეები იყვნენ შეძლებდნენ გაბოლშევიკებას ებრაელი სოციალისტების, მაგრამ კიბუცებიც ჰქონდათ და ერთგვარი საბჭოთა მეურნეობის მსგავსად ალბათ აღიქვეს ყოველ შემთხვევაში ასე იყო. მეორე ვერსია არის რომ სტალინი სურდა რომ ბრიტანელებისთვის ისეთი პრობლემები შეექმნათ რეგიონში რომ იქიდან ვერ დააღწევდნენ თავს და ნაკლებად მოიცლიდნენ საბჭოთა კავშირისთვის, მაგრამ რაც მოხდა ისრაელის სახელმწიფო შეიქმნა ერთგვარი უცხო სხეული ახლო აღმოსავლეთში, იმიტომ რომ გასაგებია რომ ებრაელები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უმეტესობა ჩამოვიდა აქ, მოხდა ამოსვლა, ალია იგივე და მათ მოიტანეს ის წესები, რომელთაც დემოკრატიულ წესებს გულისხმობდა დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა დაიწყეს, რომელიც მათ ევროპაში ჰქონდათ ხოლმე ძირითადად ევროპელმა და ამერიკელმა ებრაელებმა დააარსეს და შექმნეს ეს ქვეყანა. ეს აღმოჩნდა უცხო სხეული, რომელიც დღიდან მისი დაარსებისა იბრძვის გადარჩენისთვის და დღესაც გრძელდება, ხო? მე შეგვიძლია უფრო სიღრმისეულად შევიდეთ ისრაელ-პალესტინის პრობლემაზე, იმიტომ რომ ერთ-ერთი მტკივნეული თემა არის საერთაშორისო ურთიერთობებში და საერთოდაც ადრე როდესაც მხედველობაში მაქვს მე-20 საუკუნის მეორე ნახევარი, როდესაც ახლო აღმოსავლეთის პრობლემას ახსენებდნენ, ტრადიციულად იგულისხმებოდა ხოლმე ისრაელ-არაბების კონფლიქტი, მაგრამ მე ახლა უკვე იმდენი დაგროვდა, რომ კონკრეტულად უნდა დაასახელო რომელზეაც. და მოქმედი ძალები აქ არის დაახლოებით ასე გადანაწილებული, რომ შეერთებული შტატები და შეერთებული შტატების გარშემო შემოკრებილი მისი მოკავშირეები რეგიონში, ეს არის საუდის არაბეთი, ეგვიპტე, იგივე ისრაელიც, მართალია ისრაელსთან და ამ არაბულ ქვეყნებთან არ აქვს კარგი ურთიერთობა, მაგრამ ღერც თუ შევხედავთ, სწორება შეერთებულ შტატებზე აქვს ამ ქვეყნებს ხო აღებული. მეორე არის და ესენი ძირითადად სუნიტური ქვეყნები არის და შიიტური ირანი, რომლის ასე ვთქვათ უფროსი ძმა არის რუსეთი, მიუხედავად იმისა, რომ მათაც ბევრი პრობლემა აქვს ერთმანეთთან ურთიერთობაში და ირანს ჰქონდა ეგრეთ წოდებული პროქსი ძალები ყავდა რეგიონში ძალიან ძლიერად და ძალიან ასე ვთქვათ კარგად ორგანიზებულად მთელ რეგიონში განსაკუთრებით იქ სადაც არასუნიტური ყოველთვის ეს შიიტური ძალები არ იყო, მაგრამ არასუნიტური ძალებიც მაგალითად იგივე იემენში ხუსიტებზე როცა არის ლაპარაკი, ისინი არც შიიტები არიან, არც სუნიტები, მაგრამ უფრო ირანის პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოექცნა, ხო? და
ეს ძალები რომ ჩამოთვალოთ მაინც მსმენელისთვის რომ ასე ვთქვათ უფრო გასაგები იყოს ვის გულისხმობთ ამ პროქსი ძალებს ანუ ადგილზე პროირანული ძალები ეს არის ერაყში შიიტური დაჯგუფებები სამხედრო დაჯგუფებები შეიარაღებული დაჯგუფებები რომლებიც განიარაღებასაც ახლა შეერთებული შტატები ითხოვს მაგრამ ყოველ შემთხვევაში დღემდე არ განიარაღებულან ეს ძალები და ისედაც მოსახლეობის უმრავლესობა ერაყში შიიტები არიან და ხელისუფლებაში ახლა შიიტები იმყოფებიან მას შემდეგ რაც ჩამოაგდეს სუნიტი სადამ ჰუსეინი და ასე ვთქვათ ერთი ადამიანი ერთი ხმა რახან არის ამიტომ შიიტები არიან ხელისუფლებაში მაგრამ ეს ყოველთვის არ ნიშნავს რომ ისინი ყოველთვის პროირანულები არიან არის შიგნით სხვადასხვა ძალები მეტად პროირანული ნაკლებად პროირანული და ასე შემდეგ ეს იყო ამავე დროს სირია ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი რომელიც მე თუ გვექნება საშუალება დაწვრილებით შეგვიძლია ვისაუბროთ სირიის პრობლემაზე რომელიც რუსეთში გაიქცა მას შემდეგ რაც დაამხეს ძირითადად სუნიტურმა პრო-თურქულმა ძალებმა ეს არის ჰეზბოლა რომელიც ეს ცნობილი პეიჯერების საქმე რომელთაც ფაქტიურად გაანადგურა ისრაელმა ძალიან დიდი და ძლიერი დაჯგუფება ბოლომდე არ არის ეს მისული თუმცა ნუ გასაგებია რომ როდესაც ხელმძღვანელობას გაგინადგურებენ როდესაც ნადირობა შენზე გამოცხადებული მაინც და მაინც დიდ ძალას უკვე ვეღარ წარმოადგენდა როდესაც ათასობით შენი მებრძოლი მათ შორის განსაკუთრებით ლიდერები დახოცეს ხამასი რომელიც შეგულიანებული არის ძირითადად გარედან და მოქმედებს ღაზა სექტორში არა მთელ პალესტინაში ну დასავლეთ სანაპიროზე მდინარე იორდანის დასავლეთ სანაპიროზე აქვს მას თავისი გავლენები მაგრამ ხელისუფლებაში მარტო ღაზაში არის მაგრამ ღაზასაც რა დამართეს იმის შემდეგ რაც ისრაელზე მოაწყეს თავდასხმა დაახლოებით 2 წლის წინ 7 ოქტომბერს ყველა ხედავთ რომ რა შედეგი მოიტანა ამან ესეც ირანის და არა მარტო ირანის გავლენის ქვეშ მყოფი ორგანიზაციათ არის მიჩნეული მის უკან ხშირად მოიხსენიებენ ხოლმე ყატარს მოიხსენიებენ ხოლმე თურქეთს და სხვა ძალებსაც მაგრამ ნუ აი ძირთადი სურათს რომ შევხედოთ ეს არის და ძალიან ძლიერი და მნიშვნელოვანი მოთამაშე თურქეთი რომელიც ერთის მხრივ ნატოს წევრი არის შეერთებულ შტატებთან ახლო ურთიერთობა აქვს მაგრამ სულ უფრო და უფრო დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას აწარმოებს და იგივე ვთქვათ სირიაში ხელისუფლებაში თავის პროქსები მოიყვანა და ცდილობს ამ გავლენის გაძლიერებას თუმცა იქვე აწყდება ხოლმე წინაღობებს და სხვა დიდ რეგიონულ ძალებს, ისეთი როგორც არის ისრაელი, ისეთი როგორც არის ირანი. მოკლედ პროცესი ეს დუღილის პროცესი ახლო აღმოსავლეთში მუდმივად მიდის და ახლო აღმოსავლეთი რეალურად იმიტომ არის საინტერესო ადგილი კიდევ მათთვის, ვისაც თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები და პოლიტიკა აინტერესებს, რომ თუ ევროპაში ყველაფერი მეტნაკლებად გაარკვეული არის, ხო, თამაშის წესები, არჩევნები უნდა ჩატარდეს, სასამართლო დამოუკიდებელია და ასე შემდეგ ადამიანის უფლებები დაცულია და საერთო სტანდარტია, ხო, პრესის თავისუფლების და ასე შემდეგ ადამიანის უფლებების, ასეთი რამ ახლო აღმოსავლეთში არ ხდება და ახლო აღმოსავლეთში რეალურად არის გეოპოლიტიკური ქაოსი მუდმივად ხდება ერთი ძალის მიერ მეორე ძალის შევიწროვება თუ სადმე ვაკუუმი არის იმ ვაკუუმის შევსება და ნუ ცოცხალი პროცესი მიმდინარეობს და ამიტომ არის კიდევ ამითაც არის საინტერესო ახლო აღმოსავლეთი. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ისეთ დიდი პრობლემები, როგორიც არის მაგალითად დემოგრაფიული აფეთქება, ისეთი როგორიც არის გლობალური ზოგი დათბობას ეძახის ზოგი კლიმატურ ცვლილებას, მოკლედ იმას, რომ იმდენი წვიმა აღარ მოდის, რომ მიწას ეყოს და გამოკვებოს მოსახლეობა, ხო? ან მაგალითად ის, რომ წყლის პრობლემა არსებობს სერიოზული, მათ შორის ირანში, მე დრო თუ გვექნება მაგალითად შეგვიძლია ვისაუბროთ და ეს წყლის რესურსები მოგეხსენებათ ადამიანს საკვების გარეშე შეუძლია გაძლოს, მაგრამ გარკვეული პერიოდი, მაგრამ წყლის გარეშე ადამიანი ვერ ძლებს და ეს რესურსები მილევადი არის ამ რეგიონში, რომელიც სხვა
პრობლემების ერთგვარი კატალიზატორი შეიძლება გახდეს მათ შორის მიგრაციის, მათ შორის პოლიტიკური კრიზისების და ეკონომიკური და ასე შემდეგ. მოკლედ ეს არის ძალიან მოკლედ რომ შევეხოთ მაგაზე, მე შეგვიძლია ჩავშალოთ. კი. ხშირად ამბობენ, რომ ძირითადად ახლო აღმოსავლეთში დაპირისპირება ხდება ირანსა და საუდის არაბეთს შორის. ეს არის სწორი შეფასება თუ აქ უფრო კომპლექსურად არის საქმე, ვიდრე ზედაპირულად ჩანს? ერთი შეხედვით მასე იყო, მაგრამ ძალიან ვახსენებთ, რომ ეს დინამიური არის და ხშირად იცვლება სიტუაციები. აი ამ სუნიტურ შეიტური დაპირისპირება სწორედ შეიტური სამყაროს ლიდერად ირანი გამოდის და სუნიტურის ლიდერობაზე პრეტენზია აქვს როგორც საუდის არაბეთს, ისე თურქეთს. საუდის არაბეთს, იმიტომ რომ იქ წმინდა ადგილები, მექა, მედინა საუდის არაბეთს დიდი ფული გააჩნია ამავე დროს და შეუძლია ბევრი რამის, ასე ვთქვათ, დაფინანსებას სუნიტურ სამყაროში. მათ შორის ბევრი არაბული ქვეყანა უყურებს როგორ მოიქცევა საუდის არაბეთი და თვითონაც იმ პოზიციას იკავებს ხოლმე. მხედველობაში მაქვს აქ არა მხოლოდ ყურის არაბული ქვეყნები, პატარა ქვეყნები, რომელიც ბუნებრივია, რომ დიდ ძმას შეხედავენ და მას მიბაძავენ, არამედ მხედველობაში მაქვს იგივე ეგვიპტეც, რომელიც ორ კონტინენტზე მდებარეობს, ყველაზე დიდი არაბული ქვეყანა არის მოსახლეობის თვალსაზრისით, იქ მდებარეობს არაბული ქვეყნების ლიგის შტაბ-ბინა და ასე შემდეგ. მაგრამ ეკონომიკური დამოკიდებულების გამო, რომელიც მას აქვს საუდის არაბეთს უყურებს ხოლმე ისიც, მაგრამ აქ არის კიდევ თურქეთი, რომელზეც წეგანაც ვახსენეთ, რომ სუნიტური სამყაროს ლიდერი იყო საუკუნეების განმავლობაში და ახლა როდესაც ერდოღანი უფრო მეტად კონსერვატიულია და უფრო მეტად აქტიური არის საგარეო პოლიტიკაში, თურქეთსაც აქვს ლიდერობის, სუნიტური სამყაროს ლიდერობის, ასე ვთქვათ, სურვილი. და იყო ხოლმე პერიოდები, როდესაც საუდის არაბეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები იძაბებოდა სწორედ ამის გამო. თურქეთის სხვათა შორის ამ ამბავში მარტო არ იყო ისეთი არაბული ქვეყანა, რომელიც არის კატარი, ისიც თურქეთის გვერდით იყო და არის ხოლმე, იმიტომ რომ კატარს ერთი დიდი თანხები, დიდი ფული აქვს, დიდი, ასე ვთქვათ, soft power-ი გააჩნია იგივე ალ-ჯაზირას სახით და ამავე დროს დაპირისპირებული იყო ყატარი საუდის არაბეთთან, იქამდე კინავამ სამხედრო კონფლიქტამდე მივიდა სიტუაცია, ხო? და რამ განაპირობა ეს დაპირისპირება? იმის გამო ისევ ამ ლიდერობის ამბავი, რომ ვინ უნდა იყოს ლიდერი ამ არაბულ სამყაროში და ახლო აღმოსავლეთში. გასაგები არის. ამ ძალებს ცივი ომის პერიოდში დაემატა საბჭოთა კავშირის ინტერესები და უკვე 70-იანებიდან საბჭოთა კავშირს სირიაში საზღვაო ბაზა, საჰაერო ბაზა ორივე გახსნა, ასე ვთქვათ, საიდანაც პრაქტიკულად აფრიკის და ახლო აღმოსავლეთის ოპერაციები იმართება. მინდა ვისაუბროთ იმაზე, რა ინტერესით შევიდა და როგორ შევიდა საბჭოთა კავშირი და შემდეგ ამის მერე უკვე თანამედროვეობაზეც გადავიდეთ. ხო, სირია საინტერესო кейსია, სირია საბჭოთა კავშირის ურთიერთობა და მათ შორის ბევრი ქართველიც მუშაობდა სირიაში საბჭოთა პერიოდში. მე აღმოსავლეთსოდნე გახლავართ, მაგრამ თურქოლოგი და აი არაბისტები ვიცი, რომ წინათაობის ძალიან ბევრი არაბისტი სწორედ სირიაში მუშაობდა თარჯიმნად და ასე შემდეგ და ბევრი რამ მომისმენია მათგან იმ პერიოდთან დაკავშირებით და ბევრი რამაც პირადადაც ვარ სირიაში ნამყოფი ომამდე, სანამ დააქცევდნენ ამ მართლა ლამაზ ქვეყანას. და პირადადაც მაქვს ნანახი და შესწავლილი ბევრი საკითხი სირიასთან დაკავშირებით. სირია ამოირჩია საბჭოთა კავშირმა თავის მოკავშირედ ერთი იდეოლოგიური საკითხის გამო, იმიტომ რომ ისინიც ბაასის პარტია ედგა სათავეში და არაბულ სოციალიზმს აშენებდნენ, ჯერ სოციალიზმი რა არის და მერე მისი არაბული ფორმა, ხო? მაგრამ ესე იყო, აშენებდნენ სოციალიზმს და საბჭოთა კავშირი იდეოლოგიურად ახლოს იყო მასთან და თან სირია დაპირისპირებული იყო ისრაელთან და ისრაელი, როგორც შეერთებული შტატების მთავარი მოკავშირე, ბუნებრივად მოხდა, რომ სირია საბჭოთა კავშირი დაახლოვდა ერთმანეთთან, მაგრამ
ყველაფერს აქვს, ასე ვთქვათ, თავისი ზღვარი, ბაზები გახსნეს, მაგრამ ეს ბაზების გახსნა არ ნიშნავს იმას, რომ სირია რაიმენაირად დაცული იყო გოლანის მაღლობები, დღესაც ისრაელის ნაწილია, რომელიც იმ მრავალრიცხოვანი ომებიდან ერთ-ერთში მოახდინა ისრაელმა დაიკავა ის ტერიტორიები და დღეს თავის ნაწილად განიხილავს, მათ შორის ახლა ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც წინა პერიოდში ტრამპის პრეზიდენტობის წინა პერიოდში პირველ პერიოდში აღიარა ისრაელის ნაწილად. ეს ძალიან ჩახლართული თემა არის ის, მაგრამ გადავიდეთ ისევ კითხვას რომ დაუბრუნდეთ. საბჭოთა კავშირი არა მხოლოდ სირიას ეხმარებოდა მაგალითად სამხედრო თვალსაზრისით სხვა არაბულ ქვეყნებსაც, მაგალითად იგივე ეგვიპტეს და იომ-ქიფურის ომში წარმატება დიდწილად გამოიწვია იმან, რომ საბჭოთა კავშირი მას სამხედრო ფინანსურ დახმარებას უწევდა და მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც კი ტანკები, იმდენი ტანკები მიაწოდა ამ არაბულ ქვეყნებს, რომ რაოდენობის თვალსაზრისით ჯობნიდა, მაგრამ ერთი მინუსი ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი. ის რომ საბჭოთა ტანკები შორმანძილზე სწორ იმას დარტყმას ვერ ახერხებდნენ და ამერიკული ტანკები ყავდა ისრაელს უფრო ცოტა, მაგრამ ისეთ მანძილზე დადგა, როდესაც ეს ტანკები ყველა გაანადგურა შორი მანძილიდან და ეს მინუსი, ასე ვთქვათ, საბჭოთა ტანკებისა ძალიან კარგად გამოიყენა ისრაელმა ამ ომებში. მაგრამ საბჭოთა კავშირი, როდესაც თვითონ დაიშალა და არასწორი ეს ეკონომიკური მოდელი სოციალიზმი რა არის, ახლა მე იდეას კი არ დავცინი, მაგრამ აი განხორციელების ხერხები არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც ნორდიკულ სოციალიზმზე ვსაუბრობთ, იქ გასაგებია, რომ ქონება დაგროვდა და მერე იმის გადანაწილება მოხდა, მაგრამ ჯერ მეფის რუსეთში რა ქონება იყო დაგროვილი, რომ იმის გადანაწილება მოხდარიყო, ან საბჭოთა კავშირში რა ქონება იყო, რომ იმის გადანაწილება მოხდარიყო, ხო? ასევე იყო სირიის შემთხვევაშიც, იქ რა ქონება იყო გაძვალტყავებული, ქვეყანა იყო 2005 წელს ვიყავი სირიაში და ისევ კოლხოზნიკები დადიოდნენ შუა ქალაქში, დედაქალაქში, ხო? აი რაზე უნდა იყოს საუბარი, ძალიან ჩამორჩენილი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ეს ფორმა იყო შერჩეული, თან იქ სადაც დემოკრატია არ არის, ხო? სოციალიზმი იქ სადაც დემოკრატია არ არის, ვიღებთ ტოტალიტარიზმს, ხო? ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ერთი ოჯახი იყო გამეფებული, ასადების, ჯერ მამა და მერე შვილი და დააქციეს ქვეყანა, ხო? თან თვითონ იყვნენ უმცირესობის წარმომადგენლები, ალავიტები და ჩაგრავდნენ პირდაპირ გაგებით, ხოცავდნენ სუნიტებს, რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენდნენ და რომელიც არაერთხელ აჯანყდნენ, იმიტომ რომ დემოკრატიული საშუალება მათ არ ქონოდათ არასოდეს, რომ საკუთარი უფლებებისთვის ებრძოლათ, ან არჩევნებში რაღაცა სიტყვა ეთქვათ და ასე შემდეგ. არმიაში მთლიანად ალავიტები იყვნენ გამეფებული. მაღალ თანამდებობებს მარტო ალავიტურ კლანს აძლევდნენ, თქვათ გუბერნატორი იყო, ელჩი იყო, ანუ ყველაგან შეზღუდვა ჰქონდა უმრავლესობას სუნიტების სახით. და არა მხოლოდ სუნიტებს ჩაგრავდნენ, იგივე ქურთებს მაგალითად, სირიაში ცხოვრებ ქურთებს პირადობის მოწმობას არ აძლევდნენ. ახლა წარმოიდგინეთ ადამიანი პირადობის მოწმობის გარეშე, ვერც სკოლაში მიდის, მიყავს ბავშვი, ვერც საავადმყოფოში მიდის, ვერც ბანკში ანგარიშს, ვერც არაფერი, არავითარი სახელმწიფოსთვის არ არსებობს პრაქტიკულად ეს ადამიანი. აი ასეთი სოციალიზმი ააშენეს სირიაში ამ ბაასის პარტიას, იგივე ბაასის პარტიის გაგრძელება უნდა ერაყში. იქ კიდე სუნიტური უმცირესობის წარმომადგენელი სადამ ჰუსეინი ჩაგრავდა შიიტურ და ქურთულ ნაწილს ერაყისა, იქამდეც კი რომ მაგალითად ყველასთვის ცნობილი შემთხვევაა მომწამლელ გაზებს უშვებდა და ქალიან ბავშვი ან დიდი ან პატარიანად ყველას ხოცავდა, 250,000 კაცი მოკლა მარტო სადამ ჰუსეინმა და აი ესეთი ძიმე რეჟიმები მივიღეთ ახლო აღმოსავლეთში. ასადის რეჟიმე კიდევ უფრო მეტი დახოცა ახლა ბოლო ომის დროს, 9,5 მილიონი ადამიანი დახოცა, საკუთარი მოქალაქეები
2 მილიონი დასახი ჩრდა, 12 მილიონი რტოლვილად იქცა, ქვეყანას მიადგა 650 მილიარდ დოლარის ღირებულების ზარალი, ინფრასტრუქტურა განადგურდა, სწავლა არ იყო და დარჩა თაობები განათლების გარეშე, ომის გამო ფსიქიკურად შეირყა მოსახლეობის ნახევარზე მეტი და რა ვიცი, აი პრობლემები დაგროვდა ძალიან დიდი რაოდენობით და არც არავინ აპირებს ახლა 650 მილიარდი გადაიხადოს სირიაში, სად უნდა იშოვო და ვინ გადაიხდის ამ ფულს. მოკლედ ეს საბჭოთა მოკავშირეობა სირიას ძვირად დაუჭდა და მერე რუსეთთან გაგრძელდა და რუსეთი რო ჩაერია ასადის რეჟიმი უკვე ჩამოხობის პირას იყო. უფრო ნაკლები სხერფლით დასრულდებოდა ასადის რეჟიმი, მაგრამ რუსეთი ჩაერია 2015 წელს და სამხედრო თვითმფრინავების თითქმის ყოველდღიური რეიდებით და დაბომბების შეძლო სიტუაციის ერთგვარად შეტრიალება. მე დიდი ხნის განმავლობაში დასავლეთთან ვაჭრობდა და უნდა და უკრაინის თემის გაცვლა სირიის თემაში, რომ აი უკრაინა მე-13 და სირიას წაიღეთ და გავცვალოთ ერთმანეთში, მაგრამ დასავლეთი ამას არ დათანხმდა და როდესაც უკრაინასთან უკვე მე ვამბობ 2014 წლის ამბობს და როცა უკვე 2022 წელს დიდ ომში ჩაერთო უკრაინის წინააღმდეგ, მე უფრო მას აღარ შეეძლო რომ სირიაში გადაერჩინა ასადის რეჟიმი და დაემხო ასადის რეჟიმი, ისე რომ თითქმის არავინ მოელოდა. მათ შორის არც ოპოზიცია, რომელიც უტევდა ასადის რეჟიმს, არ მოელოდა. მათ უნდათ ალეპოში, მაქსიმუმ ალეპოს აღება, რომელიც ჩრდილოეთში მდებარეობს, იმისთვის რომ მოლაპარაკებების მაგიდაზე ძლიერად ყოფილიყო წარმოდგენილი, მაგრამ ისე სწრაფად დაემხო ალეპო, რომ მე გააგრძელეს გზა და ფაქტიურად წინააღმდეგობის გარეშე შეძლეს მთლიანი არა, მაგრამ იმ ნაწილის კონტროლის ქვეშ მოქცევა, რომელიც მანამდე ალავიტების რეჟიმი ასადის სახით აკონტროლებდა. კი ბატონო, ძალიან საინტერესოა ეს ფაქტი, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი შენარჩუნდა რაღაც ურთიერთობები რუსეთის და ახლო აღმოსავლეთის მხრიდან, მაგრამ აი როგორც უკვე თქვით, პუტინის პერიოდში უკვე გააქტიურდა და იწყებოდა ასადის რეჟიმი პირველი შეტევებისგან სამოქალაქო ომის დროს გადაარჩინა, ასე ვთქვათ. რა ინტერესები იყო იმ ჩარევაში, რა ჩარევაც განახორციელა რუსეთმა? იყო ეს ფინანსური, პოლიტიკური თუ გლობალური იმიჯის აღდგენის მცდელობა? ცოტ-ცოტ ალბათ ყველა იყო. პირველ რიგში ეს იყო პირველი გასვლა, ასე ვთქვათ, სამხედრო თვალსაზრისით პუტინისა ყოფილი საბჭოთა სივრცის გარეთ და ეს მას ჭირდებოდა პრესტიჟისთვის, რომ აი რუსეთი ისო ფეხზე დგება და სამხედრო თვალსაზრისით ყოფილ საბჭოთა სივრცესაც გავცდით და უკვე აი სირიაშიც კი უკვე ჩვენ ვართ და მსოფლიოს საკითხები უნდა ჩვენ შეგვეკითხონ. მეორე დასავლეთთან წეღანაც ვახსენეთ, რომ სჭირდებოდა სავაჭროთ, რომ უკრაინის თემაში თუ გაუცვლიდა დათანხმდებოდა რუსეთის სიამოვნებით, მაგრამ ამაზე არ წავიდა დასავლეთი, იმიტომ რომ დასავლეთში მიაჩნიათ, რომ აი ეს ტერიტორიებით ვაჭრობის და ერთმანეთში გაცვლის თემა წინა საუკუნეებში ჩაბარდა და ახლა აღარ არის ეს, არ შეიძლება ადამიანების და ხალხების ბედით манипуლირება და ესე სხვათა მიერ ხალხთა ბედის გადაწყვეტა. ეს იყო მეორე თემა, ფინანსური ისიც რომ იმედოვნებდა ალბათ რომ სირიაშიც არის ნავთობის ასე ვთქვათ საბადოები და მოიპოვებდა უფლებას რომ ის ნავთობი გადაემუშავებინა, მაგრამ არც ერთი ამ ჩამოთვლითაგან და ვერ განხორციელდა. იქ წააწყდა როგორც თურქეთთან წინააღმდეგობას და გვახსოვს ყველას თვითმფრინავის ჩამოგდება, იმიტომ რომ თურქებს არავითარ შემთხვევაში არ აწყობდათ რუსეთის მიერ იმ გავლენების აღდგენა, რომელიც საბჭოთა პერიოდში ჰქონდა და ამას ხედავთ იგივე უკრაინასთან მიმართებაში კი თურქეთი რუსეთთან ვაჭრობს, ეკონომიკური თვალსაზრისით კი ურთიერთობები აქვს, მაგრამ მას არ სურს რომ საბჭოთა კავშირი იხილოს აღდგენილი, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი იყო თურქეთისთვის ეგზისტენციური პრობლემა 10 წლების განმავლობაში, მილიარდობით დოლარს ხარჯავდა ის, რომელიც თავის დროზე ეკონომიკაზე შეეძლო დაეხარჯა, მაგრამ სამხედრო სფეროში ხარჯავდა, ანუ ჰაერში გადაყრილი ფულს არ მოადგენდა იმ თვალსაზრისით, რომ გასროლით ყויה მოგეხსენებათ ეკონომიკას მაინც და მაინც
ან ჭურს, წარმოებულ ჭურს და ასე შემდეგ ეკონომიკისთვის დიდი შემოსავალი არ მოაქვს. ხო, და ამიტომ უკრაინას ეხმარება მათ შორის სამხედრო თვალსაზრისით თურქეთს და სამხრეთი ერთ დღესაც გაიღვიძა თურქეთმა და ნახა რომ სამხრეთში მისი მეზობელი რუსეთი აღმოჩნდა. და თან ისეთი რუსეთი, რომელიც მის საჰაერო სივრცეს არღვევდა, სხვათა შორის რამდენჯერმე გააფრთხილეს რუსები, რომ გამოიძახეს ელჩი და გააფრთხილეს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომ ეს მიუღებელია და ამას მოყვება ის შედეგი, რომელიც მოყვა. მაგრამ რუსეთი როგორც ყოველთვის, ცდილობს მოსინჯოს ის წითელი ხაზები, რომელიც მისი აზრით ერთი დააშინებს, გააღიზიანებს მეორე მხარეს და ასე შემდეგ და აი ეს როდესაც მოხდა, უკვე ვეღარ ასე ვთქვათ, ასატანი არ იყო ეს დარღვევა საჰაერო სივრცის და თურქეთმა ჩამოაგდო კი რუსეთმა სხვადასხვა ზომები მიიღო ძირითადად ეკონომიკური თურქულ პროდუქციას რუსეთში შესვლა შეტანა აკრძალა და ვიზები შემოიღო და თავის ტურისტებს უთხრა რომ თურქეთში აღარ წახვიდეთ და ასე შემდეგ და თურქეთისთვის რეალურად თურქეთის ეკონომიკისთვის ეს დარტყმა იყო, მაგრამ თურქეთმა როგორც სუვერენულად სახელმწიფომ თავის პრესტიჟი, თავისი შეინარჩუნა და სხვათა შორის ნატოსაც მიმართა მაშინ და ნატო გამოაგზავნა იქ პეტრიოტის ბატარეები, ჰოლანდიელები იყვნენ კონკრეტულად, რომელიც სირიის საზღვარზე განთავსდა იმისთვის, რომ თუ კიდევ საფრთხე იქნებოდა, დამატებითი თავდაცვის საშუალებები ქონოდა თურქეთს. ნატო მოგეხსენებათ ძალიან სენსიტიური არის მსგავსი საკითხების მიმართ, იმიტომ რომ ის მეხუთე მუხლი ცნობილი უნდა იყოს დაცული, ნატო ძირითადად ის მეხუთე მუხლია. ამიტომ ამ სენსიტიურ საკითხში ნატო გვერდით დაუდგა თურქეთს. ნატოს ის არ მოქმედებს მაგალითად თუ თურქეთი მოქმედებს ან ლიბიაში ან სირიაში, მაგრამ ნატოს მეხუთე მუხლი მოქმედებს იმ შემთხვევაში თუ თურქეთს დაესხმება რომელიმე ქვეყანა თავს. კი ბატონო. თუ შეიძლება შევაფასოთ, რომ რამდენად მნიშვნელოვანი იყო რუსეთისთვის ასადის რეჟიმის შენარჩუნება და ამ რეჟიმის ხანგრძლივობისთვის ბრძოლა და რამ განაპირობა ის ფაქტი, რომ 2015 წელს რუსეთი მზად იყო თავიდან ბოლომდე რომ ჩართულიყო და შეენარჩუნებინა ეს რეჟიმი და უკვე ბოლოსკენ ვეღარ შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე სამხედრო გაფრენა ოპერაცია იყო და ცდილობდნენ პატარ-პატარა ძალებით შეეკავებიათ აჯანყებულები, ვერ შეძლო რეჟიმის გადარჩენა. 2015 წელს რუსეთი ჯერ ისევ ეკონომიკურადაც სამხედრო თვალსაზრისით ძლიერი იყო, ფეხზე იდგა. ვაგნერიც მებრძოლებიც იყვნენ წარმოდგენილი სირიაში, ისევე როგორც სხვა ბევრ ქვეყანაში და იბრძოდნენ ადგილზე. ბომბავდნენ ამ საწყალ აჯანყებულებს, რომელსაც საჰაერო თავდაცვის არავითარი სისტემა არ გააჩნდათ. და ანადგურებდნენ ქალიან ბავშვიან, დიდიან პატარიან, ყველა სადაც მიწვდებოდნენ ისინი და იმდენად ბევრი პრობლემა შექმნა რუსეთმა, მათ შორის გამოიწვია ლტოლვილთა დიდი ტალღა გახსოვთ ყველას ევროპას, რომ 1 მილიონი ლტოლვილი შეესია, ფეხით წავიდნენ მოგეხსენებათ და რამხელა პრობლემები შექმნეს მთლიან ევროპაში. მასამ ეს რუსეთმა გამოიწვია, რუსეთის მიერ განხორციელებულმა ამ დაბომბებმა ეს ტალღები და რუსეთი ამით ერთგვარ ზეგავლენას ახდენდა როგორც ევროპულ ლიდერებზე, აშინებდა მათ, რომ აი თუ რაღაცა მე კიდე შემიძლია უფრო მეტი ლტოლვილი გამოუშვა და ასე შემდეგ. და მეორე მხრივ ფინანსურადაც ფეხზე იდგა, მაგრამ როდესაც მთლიანად ჩაება უკრაინის წინააღმდეგ ომში, ვაგნერის მებრძოლებიც გაიწვიეს იქ და ამ ქვეყნებში ვინც იბრძოდნენ რუსები წაიყვანეს. წაიყვანეს მათ შორის ის პილოტები, რომლებიც მანამდე სირიაში გადიოდნენ ამ საბრძოლო პრაქტიკას, რო ვთქვათ, ასე შემდეგ. და რეალურად რუსეთს გამოჩნდა, რომ რუსეთს არ ქონდა თავი ორ ფრონტზე ებრძოლა. ორ ფრონტზე რო იბრძოლა, ამის საშუალება დღევანდელ მსოფლიოში, მე მგონი მარტო შეერთებულ შტატებს აქვს. სუპერ powers რო ეძახიან, სუპერ ძალას. რუსეთი არ არის ეს სუპერ ძალა და ნახეთ, რომ სამ დღეში რო კიევი უნდა აეყო ვითომ, უკვე მე-4 წელია ომში არის ჩაფლული, ხო და
მას მით უმეტეს არ აქვს საშუალება და ეს აჩვენა იგივე ბოლოს აზერბაიჯანთან დაძაბულმა ურთიერთობამ, რომ მას არ შეუძლია ფიზიკურად მეორე ფრონტის გახსნა. მეორე ფრონტის გახსნა სჭირდება დიდი რესურსები, მათ შორის ადამიანური, სამხედრო ტექნიკის და ასე შემდეგ, რომელიც რუსეთს არ გააჩნია. ახლა ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ აი რუსეთის მოსახლეობა 140 მილიონია თუ 154 მილიონი და გაიწვიოს და რაღაც. ჯერ ერთი იმ გაწვევას ჩაცმა დახურვა ჭამა სჭირდება. მეორეც ტექნიკა სჭირდება, რომელიც აღარ აქვს იმ რაოდენობის, რომელიც სადმე რომელიმე მიმართულებით მეორე ფრონტის გახსნას დასჭირდება და არ ყავს არც ოფიცრები, იმიტომ რომ ოფიცრების დიდი ნაწილი ჩაიხოცა უკრაინაში და ახალი ოფიცრების მოზადებას წლები სჭირდება და ის გაწვეული ხალხი სამხედრო წყობში დააყენო და რაღაც განათლება მისცე, იქაც ოფიცრები გჭირდება. ამის საშუალება რუსეთს არ აქვს და ეს აჩვენა ასადის რეჟიმის დამხობამ, როდესაც საბოლოო ჯამში ასადი იძულებული გახდა მოსკოვში გაქცეულიყო. კი ბატონო. რუსეთის უკრაინის შეჭრა რამდენიმეჯერ ვახსენეთ და ეს იყო პრაქტიკულად ჩვენთვის ყოველ შემთხვევაში გლობალური მასშტაბის მოვლენა. კავკასიაზე ამას ძალიან სერიოზული გავლენა ჰქონდა თუ არა დიდი გავლენები ახლო აღმოსავლეთში ამ შეჭრას და შეიცვალა თუ არა დამოკიდებულებები ან ურთიერთობები რუსეთის მიმართ. კარგი კითხვა არის, ბევრი მიმოხილველი იმასაც ამბობს, რომ საერთოდაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით მესამე მსოფლიო ომის ფაზაში, იმიტომ რომ ის რაც ხდება რუსეთ-უკრაინის ერთის მხრივ ისრაელ-ირანის, ისრაელ-ჰამასის ფრონტებზე ეს ერთი დიდი ომის ნაწილად არის ბევრის მიერ მიჩნეული და როდესაც იგივე მეორე მსოფლიო ომი იწყებოდა, ხო, როდესაც პოლონეთში შეიჭრა გერმანია, მაშინ არ ეთქვა რომ ეს მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. მაშინდელ გაზეთებს რო ჩახედავთ, არ ქვია იმას მეორე მსოფლიო ომი. უკვე მერე როდესაც დასრულდა ყველაფერი და რაღაცა სახელების დარქმევა მერე დაიწყო, თავის მნიშვნელობიდან გამომდინარე. არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ იგივე ხამასაც ახალისებდა და მათ შორის სადაზვერო ინფორმაციასაც რუსები აწვდიდნენ. იგივე ის, როდესაც ნახეს, რომ ხამას ჰქონდა ძალიან დეტალური სატელიტური ფოტოები ყველა იმ ობიექტის, მათ შორის სამხედრო ობიექტების, რომელზეც თავდასხმა განახორციელეს 7 ოქტომბერს, გასაგებია, რომ სოფლიოში მხოლოდ რამდენიმე თითზე ჩამოსათვლელი ქვეყანას აქვს ასეთი სატელიტური ფოტოების გადაღების საშუალება, ხო? ამიტომ ხო, და ისიც მნიშვნელოვანია ალბათ, რომ სიმბოლურია, რომ პუტინის დაბადების დღეს დაემთხვა სწორედ ეს თავდასხმა, რომელიც ხამასმა მოახდინა ისრაელის წინა. პუტინს უყვარს სიმბოლოები. ხო, და იმათაც დაბადების დღეს რაღაც ასე ვთქვათ, ბრჭყალებში საჩუქარი მიუძღვნეს, მაგრამ ამ ომში რუსეთი თავის მოწინააღმდეგედ დასავლეთს წარმოაჩენს და სწორი არის, როდესაც ასე წარმოაჩენს. დასავლეთი მართალია არც ერთი ჯარისკაცით ამ ომში ჯერ არ არის ჩართული, მაგრამ არც არის საჭირო. საკმარისია იმ შეიარაღების მიწოდება, რომელიც უკრაინას ჭირდება და ფრონტის მთავარი ხაზი თუ ეს მესამე მსოფლიო ომი არის, გადის სწორედ რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზია ძირითადი და იქ დამარცხება ავტომატურად გამოიწვევს სხვა მიმართულებითაც დამარცხებებს, მაგრამ სხვა მიმართულებებსაც თუ შევხედავთ, იგივე ეს 12 დღიანი ისრაელ-ირანის ომი სრული უპირატესობით წარიმართა ისრაელის და დავინახეთ, რომ არ შეეჩერებინა ტრამპს ისრაელი, ალბათ კიდევ უფრო მეტად გაანადგურებდა, იმიტომ რომ 2 დღეში ფაქტიურად მთელი საჰაერო სივრცეს აკონტროლებდა ირანის მთელ საჰაერო სივრცეს ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალები. ეს რო კიდე რამდენიმე დღე გაგრძელებულიყო, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტ ზიანს მიაყენებდა ირანის ისლამურ რესპუბლიკას. კი ბატონო. ჩვენ ვისაუბრეთ სირიიდან განდევნაზე და კარგი იქნება გავამახვილოთ ყურადღება, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ტარტუს პორტი და ხმეიმიმის საჰაერო ბაზა რუსეთისთვის და იმ შავი ოპერაციებისთვის შეიძლება ითქვას, რასაც აფრიკის ქვეყნებში აწარმოებს შავი ფულის ოქროს და სხვადასხვა ტიპის განძის მოპოვების მხრივ. ხო, აქ საჰაერო ბაზა უფრო მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ეს ერთგვარი
შუალედური პუნქტი იყო რუსეთსა და აფრიკის ქვეყნებს შორის, რომ სადღაც სჭირდება გაჩერება, შევსება იგივე საწვავის თვითმფრინავებს და ასე შემდეგ. საზღვაოს მნიშვნელოვანია, ოღონდ საზღვაოს ასეთი ასე ვთქვათ, თავისებურება აქვს, რომ რა თქმა უნდა, აფრიკის ყველა ქვეყანას ზღვას არ ესაზღვრება და ვერ მივიდოდნენ იქ ზღვით და მეორეც როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, თურქეთმა მონტროს კონვენციიდან გამომდინარე და ამის უფლება თურქეთს გააჩნია, ჩაკეტა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები რუსეთის სამხედრო გემებისათვის. შესაბამისად, სამხედრო დანიშნულებით და მაშინ ძალიან უჭირდა რუსეთს ერთი პერიოდი გახსოვთ, შავ ზღვაზე სჭირდებოდა, როდესაც ბევრი გემი ჩაუძირეს, შევსება სჭირდებოდა და თურქეთმა არ მისცა ამის საშუალება, რომ სირიიდან გემები, სამხედრო გემები გადაესროლა რუსეთს შავ ზღვაში. სხვათა შორის ახლაც სირიის ახლანდელი ხელმძღვანელობა იმყოფებოდა რუსეთში და ამ თემებზე იყო საუბარი, მაგრამ ვერაფერზე მოილაპარაკეს და ბუნებრივია რომ ვერ მოილაპარაკებდნენ. რუსეთს სურდა ამ ბაზების დატოვება, მაგრამ გააღება, ასე ვთქვათ, არაფრის სურდა, მათ შორის სირიის ახლანდელი ხელისუფლება ითხოვდა ასადის გადაცემას, იმიტომ რომ იქ კაცობრიობის წინაშე დანაშაული აქვს იმპოთ ჩადენილი და ითხოვდა მის გადაცემას, მაგრამ რუსებმა თავის კაცი არ დათმეს და სირიელებმა არ მისცეს უფლება. კი, ახლაც ფუნქციონირებს, ოღონდ ეს ფუნქციონირება შეზღუდულია, როცა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ხარ და იმ ქვეყანას არ სურს შენს მიმართ, ბოდი ასე ვთქვათ. არაკეთილგანწყობილია შენს მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, ხო წარმოგიდგენიათ როგორ ფუნქციონირებს ის რეალურად თავის ფუნქციებს ვერ შეასრულებს. ახლა თუ არ მისცეს საჰაერო სივრცის გამოყენების საშუალება, ელექტროენერგია თუ ჩაუჭრეს, წყალი ჩაუჭრეს და ასე შემდეგ, როგორ გააგრძელებს ფუნქციონირებას. კი, ძალიან საინტერესოა თვითონ სირიისა და რუსეთის სამომავლო ურთიერთობების იდეაც. ჯერ გაურკვეველია ბევრი რამე. ერთი ის ვიცით, რომ რუსეთი არასდროს თავის აგენტებს, ასე ვთქვათ, არ გადასცემს ხოლმე, იმიტომ რომ სხვა აგენტებისთვისაც სიგნალია, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება გაიწირო, ამიტომ ძალიან დიდი ალბათობით ასადი არ გაიცვლება. ამას შეიძლება ძალიან სერიოზული შედეგები მოყვეს სხვა მარიონეტულ რეჟიმებში, რომელსაც რუსეთი მართავს. რა შესაძლებელია თუ არა რუსეთმა რამენაირად აღიდგინოს ის გავლენები ახლო აღმოსავლეთში, რაც 2022 წლის მერე დაკარგა. ნაკლებად მოსალოდნელია, იმიტომ რომ რუსეთს თავად უჭირს ეკონომიკურად ერთი, სამხედრო თვალსაზრისით მეორე და საერთაშორისო არენაზე პრესტიჟის თვალსაზრისით, ხო? ახლა პუტინზე გამოცხადებულია საერთაშორისო დევნა, ხო და მთელი რიგი ქვეყნები ვალდებული არიან თუ იქ გამოჩნდება პუტინი უნდა დაიჭირონ. ხო, ეს პრესტიჟზე ნამდვილად დადებითად არ აისახება. ამის წინ იყო დაგეგმილი რუსეთ-არაბული ქვეყნების სამიტი და ვერ მოაგროვა იმ რაოდენობის ლიდერები, რომელიც საკმარისი იქნებოდა სამიტის ჩასატარებლად, იმიტომ რომ იმავე პერიოდთან ახლოს გაიმართა ტრამპის ვიზიტი რეგიონული ისრაელში, მხედველობაში მაქვს ისრაელში და ეგვიპტეში მისი ვიზიტი და ეს ცნობილი სამშვიდობო შეთანხმების ამბავი და არაბულმა ქვეყნებმა გასაგებია, რომ როდესაც საკითხი დგება რუსეთი თუ შეერთებული შტატები, რომელი მხარეს არჩევენ ყოფნას, გასაგებია, რომ ვერც ეკონომიკური, ვერც სამხედრო და ვერც პოლიტიკური თვალსაზრისით რუსეთი თავის წონით ახლოს ვერ მოვა შეერთებულ შტატებთან. კი ბატონო, საინტერესოა კიდევ ჩვენ ვისაუბრეთ იმ ძალებზე, რაც რეგიონში ახდენს ზეგავლენას, მაგრამ არის ახალი ძალა რა, ფეხზე წამომდგარი ძალა, რომელიც პრაქტიკულად ყველა რეგიონში ეკონომიკური ექსპანსიის ყველა რეგიონში აქვს ეს ცდელობა, ეს არის ჩინეთი. რა გავლენები აქვს ჩინეთს ახლო აღმოსავლეთში და ცდილობს თუ არა ფეხი მოიკიდოს ან ჩაანაცვლოს რომელიმე სხვა ძალა. ჩინეთმა ყველაზე დიდი რაც გააკეთა იყო რამდენიმე წლის წინ, 3-4 წლის წინ საუდის არაბეთსა და ირანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება. ოღონდ მე ეს პროცესი წინ ვეღარ წავიდა,
იმიტომ რომ ერთი შეერთებული შტატები გააქტიურდა, დაინახა ჩინეთის შემოსვლა რეგიონში და მეორე ჩინეთს არ აქვს პირდაპირი გავლენის ბერკეტები რეგიონზე, ისეთი როგორც აქ იგივე შეერთებულ შტატებს, რომელიცაც ძალიან ბევრი სამხედრო ბაზა აქვს იგივე ახლო აღმოსავლეთში, ჩინეთს არც ერთი სამხედრო ბაზა არ აქვს. კი, შეიძლება ბევრი ფული კონდეს და ძლიერი ეკონომიკა კონდეს, მაგრამ იქ ადგილზე თუ არ ხარ წარმოდგენილი, მერე რა, გავლენის ასე ვთქვათ, იარაღები არის შენი ერთადერთი, რომ ნავთობი შეიძინო, მაგრამ ჩინეთი თუ არ შეიძენს ნავთობს, თვითონ თავისთვის იქნება, ხო, უარესი, თავის ეკონომიკას. ურთიერთდამოკიდებულება ასეთი უცნაური. ამიტომ ჩინეთის შესაძლებლობები შეზღუდულია. და როდესაც იგივე საქართველოს შემთხვევაში, ან სხვა შემთხვევაში, ქვეყნების შემთხვევაში საუბრობენ ხოლმე ჩინეთის მიერ შეერთებული შტატების შესაძლო ჩანაცვლებაზე, როგორც წესი ეს სერიალი სიტყვებია ხოლმე, იმიტომ რომ უკან არაფერი არ დგას, როგორც წესი. კი, მათ აქვთ ეკონომიკური ინტერესი, მაგრამ როგორც თქვით, არა აქვთ არანაირი ბერკეტი იმისთვის, რომ რაღაცა ზეგავლენა მოახდინონ, რაც თანამედროვე ყოველ შემთხვევაში ისეთი ბერკეტები არ აქვთ, როგორც შეერთებული შტატებს აქვს. კი ბატონო, შეერთებული შტატების თემა რო გავაგრძელოთ, ჩვენ ვახსენეთ უკვე ისრაელსა და არაბულ სამყაროს შორის გაფორმებული მშვიდობის ხელშეკრულება. ეს ნორმალიზაციის პროცესი, რომელიც პრაქტიკულად ახლა ხან ვითარდება. რამდენად მოსალოდნელია, რომ შეცვალოს სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში და საითკენ რა მიმართულებით შეიძლება შეიცვალოს? კარგი კითხვა არის, მომავალი ყოველთვის ძნელი საპროგნოზო ამბავია, მით უმეტეს ახლო აღმოსავლეთში, სადაც ნებისმიერ რამ შეიძლება მოხდეს და ხუმრობენ ხოლმე, რომ მთელ მსოფლიოში 2x2 4-ია, ოღონდ ახლო აღმოსავლეთში 2x2 ყოველთვის 4 არა, ყველა ციფრი შეიძლება იყოს 4-ის გარდა. ახლა სერიოზულად რო შევხედოთ, ნორმალიზაცია ძალზედ რთული პროცესია და როდესაც ეგვიპტესა და ისრაელს შორის ეს ნორმალიზაცია მოხდა, შედარებით ნორმალიზაცია, ურთიერთაღიარება, დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება და ასე შემდეგ, მას ეგვიპტის პრეზიდენტი შეეწირა, იმიტომ რომ ტერორისტებმა ჩაცხრიეს ამის გამო, რომ ისრაელთან ნორმალიზაცია მოხდა. მერე აწლევლების განმავლობაში ეს ტაბუდადებული თემა იყო და არავინ ეხებოდა ამ ნორმალიზაციის იმას თემას, მაგრამ მერე უკვე ისევ ტრამპის პირველი პრეზიდენტობის პერიოდი უნდა ვახსენოთ, დაიწყო ეს აბრაამის შეთანხმებების გაფორმება მაროკოსთან, ყურის ქვეყნებთან და ასე შემდეგ. მაგრამ თავარი ამაში არის ჩაერთვება თუ არა საუდის არაბეთი ამაში. თქვით რომ ბევრი ქვეყანა უყურებს საუდის არაბეთის პოზიცია როგორი იქნება. თუ საუდის არაბეთი ჩაერთვება, მაშინ ნორმალიზაცია შესაძლებელია, მაგრამ საუდის არაბეთი ესე პირდაპირ ცალსახად ვერ ჩაერთვება. ახლა კი ვახსენეთ რომ ეს არ არის ლიბერალური დემოკრატიის ქვეყანა და ასე შემდეგ, მაგრამ და ერთ ადამიანს შეუძლია ეს გადაწყვიტოს, მაგრამ ის ერთი ადამიანიც უყურებს საკუთარ მოქალაქეებში რა განწყობები არის. მას არ შეუძლია რომ მთლიანად გაემიჯნოს საკუთარ მოქალაქეებს და ყველაფერი საბოლოო ჯამში ისევ პალესტინის საკითხს არის მიბმული, რაც უფრო ასე ვთქვათ სისხლიანი იქნება პალესტინა ისრაელის ურთიერთობა, მით უფრო ნაკლები შანსები იქნება ურთიერთობის ნორმალიზაციის, თუმცა რასაც ვხედავთ ერთი დადებითი აშკარად რაც არის ის ძევლების განთავისუფლება ადამიანები 2 წლის განმავლობაში ფაქტობრივად იტანჯებოდნენ ყოველდღიურად ყოველწუთიერად ხო და მათი განთავისუფლება მოხდა. მაგრამ ძნელად წარმოსადგენია როგორ უნდა მოხდეს მაგალითად ახლა ხამასის განიარაღება. ვინ უნდა განახორციელოს ხამასის განიარაღება, რა ჩაითვლება განიარაღებად. მე ის ხამას მებრძოლების საწავლენ, რას გააკეთებენ და ასე შემდეგ. ვინ აღადგენს იმ დანგრეულ ტერიტორიებს, რა მართლობა იქნება, ეს ყველაფერი ახლა ძევლების განთავისუფლება კიდე ერთხელ ვახსენე, ძალიან კარგი რამ არის, მაგრამ ეს აისბერგის მწვერვალია. აი დანარჩენი, როდესაც ჩადიხარ სიღრმეებში, აი რეალურ პრობლემებს იქ აწყდება, იმიტომ რომ ეს არ არის 1 და 2 დღეში დაგროვილი პრობლემები, ეს არის აწლევლების საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები და ესე ხელის ერთი მოსმით გადაწყვეტის მე არ მჯერა. ყოველ შემთხვევაში მე არ მჯერა რომ
ჩემი სიცოცხლის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში პრობლემები მოგვარდება. შეიძლება ძალიან პესიმისტური ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ უფრო რეალისტი ვარ, ვიდრე რუსეთ-უკრაინის ომიც მოგვარდება, სხვა კონფლიქტებიც მოგვარდება, მაგრამ ახლო აღმოსავლეთში პრობლემები იმდენად სიღრმისეულია, რომ ესე ადვილად ვერ მოგვარდება. კი ბატონო. ამ ისრაელის ან შეთანხმებაზე რაც ხელი მოეწერა, პრაქტიკულად ძალიან დიდი დარტყმა მიიღო ირანმა და ირანის პროქსი ძალებმა. რამდენად შესუსტდა ირანის გავლენები ახლო აღმოსავლეთში და არის თუ არა მოსალოდნელი, რომ ბალანსი, ასე ვთქვათ, ირანსა და საუდის არაბეთს შორის დაირღვეს და ირანის გავლენა უფრო შემცირდეს და საუდის არაბეთის გავლენა გაიზარდოს საგრძნობლად. რეალურად შემცირება დაიწყო 7 ოქტომბრის მერე, იმიტომ რომ ჯერ ხამას დაარტყა ისრაელმა და მერე დაიწყო ჰეზბოლაზე ეს პეიჯერების ამბით შეტევა, რომელთაც ფაქტიურად კიდურები ჩამოაჭრა ირანის საგარეო გავლენებს სერიოზული და ჰუსიტების წინააღმდეგ დაბომბები, სერიოზული დაბომბები დაიწყო. და მერე თავად ისრაელ-ირანის ომი დაიწყო. ირანისთვის ძნელი იქნება, იმიტომ რომ ის იმ დარტყმის შედეგად მიღებული შოკებიდან ჯერ კიდევ ბოლომდე გამოსული არ არის. ამას ემატება ეკონომიკური პრობლემები, მოგეხსენებათ ირანის წინააღმდეგ მოქმედებს სანქციების ძალზე მძიმე სანქციები და ის სანქციები არსად არ წასულა შესაბამისად ის რომ მან ნავთობიან გაზი თავისუფლად გაყიდოს ამის საშუალება არ აქვს. შესაბამისად შემოსავლები ძალიან შეზღუდულია. ამას ერთვის ის რომ წყლის რესურსებზე სერიოზული პრობლემაა, მათ შორის სარწყავი, მათ შორის ტბების შრება, მათ შორის მდინარეების შრება და მოსახლეობა კი მატულობს. ირანის მოსახლეობა ყოველწლიურად 1 მილიონით მატულობს. ეს ნიშნავს, რომ 1 მილიონი დამატებით სამუშაო ადგილი უნდა შექმნა, მაშინ როდესაც სანქციების ქვეშ ხარ. 1 მილიონ ადამიანს სკოლები უნდა აუშენო, ასე ვთქვათ, ინფრასტრუქტურა გაიყვანო, ექიმი, საავადმყოფო და ასე შემდეგ უზრუნველყო. ეს ყველაფერი ძალზე დიდ პრობლემებს წარმოშობს ქვეყანაში და მათ შორის არსაც წასულა ის მუხტიც თვითონ ირანულ საზოგადოებაში საპროტესტო გახსოვთ, პერიოდულად ხდებოდა ხოლმე გამოსვლები და ის შეიძლება გამეორდეს მიუხედავად იმისა, რომ ისში ამავე დროს შიშიც არსებობს, რომ ჩახშობა მოხდეს ამ გამოსვლებს. მოკლედ პრობლემები ძალზე ბევრია, მაგრამ არ მგონია, რომ ძალიან მოკლე პერიოდში შეძლოს ირანმა იმ ძველი პოზიციების დაბრუნება, იმიტომ რომ ამ შოკიდან გამოსვლას დრო სჭირდება, ფული სჭირდება, სამხედრო შესაძლებლობები სჭირდება, ამ ყველაფრის დიდი ნაწილი განადგურებულია ახლა. კი 12 დღე შეიძლება ის არ არის ის პერიოდი, რომელიც ირანის მთლიან პოტენციალს, სამხედრო პოტენციალს განადგურებდა, მაგრამ სერიოზული დარტყმა მიაყენეს. კი. ჩვენ ანალიტიკოსები ზოგადად როდესაც საუბრობენ ხოლმე რაღაც გეოპოლიტიკის ელემენტებზე, ხშირად ნავთობი, ენერგომატარებლები და ასე შემდეგ არის, მაგრამ ჩვენ უკვე ურჯერ თუ რამდენიმეჯერ ვახსენეთ წყალი. ძალიან საინტერესო არის ახლო აღმოსავლეთში წყლის რესურსების თვალსაზრისით რა ერთის მხრივ რა საფრთხეები არის და მეორეს მხრივ რა ბალანსი არის ვის უჭირავს ძირითადი გავლენები წყლის მიმართულებით და შეიძლება თუ არა სამომავლოდ კონფლიქტები აი წყლის გამო შეიქმნას. საომავლოდ არა, ახლა უკვე მიდის მაგაზე ომების ბევრი ასე ვთქვათ შემადგენელი კომპონენტი სწორედ წყლის რესურსებიდან გამომდინარეობს. ბევრ ამ ქვეყანაში წყლის რესურსების სამინისტრო ცალკე არსებობს და ასეთი გამოთქმაც არის, რომ ერთი წვეთი წყალი უფრო მეტად ფასობს ვიდრე ახლო აღმოსავლეთში ასეთი გამოთქმა, ვიდრე ერთი წვეთი სისხლი. იმდენად მნიშვნელოვანია წყალი, მით უმეტეს უდაბნოში, სადაც წყალი სიცხეა და წყლის რესურსები ისეა შეზღუდული იყო. ახლა მოსახლეობა მატულობს და უფრო მეტი წყალი სჭირდება, უფრო ნაკლები წვიმა მოდის, ანუ ნაკლები შესაძლებლობა და რო წყალზე წვდომა კონდეს და ამავე დროს არის ის რომ ძალიან ბევრ ამ ქვეყანაში
წყლის რესურსების გამოყენება არ ხდებოდა რაციონალურად, რამაც დეფიციტი გამოიწვია და ამავე დროს ახლო აღმოსავლეთის 6 ქვეყანაში საერთოდ მდინარე არ არის, ესეც გასათვალისწინებელია, მაგრამ სადაც არის იმ მდინარეებსაც პრობლემა აქვთ და აი მაგალითად მეცნიერებმა სერიოზული კვლევა ჩაატარეს და 2040 წლისთვის აღარ იარსებებს მდინარე ევფრატი და ტიგროსი, ესეთ დასკვნა დადეს ძალზე სერიოზულმა მეცნიერებმა. ასეთ დიდი პრობლემის წინაშე დგას ახლო აღმოსავლეთის წყლის რესურსების თვალსაზრისით და აი როდესაც ადამიანს წყალი აღარ აქვს, ამან შეიძლება გამოიწვიოს როგორც მიგრაციული ტალღების წარმოშობა, ისევე ეკონომიკური პრობლემები, იმიტომ რომ თუ ვეღარ მორწყე მიწა და მოსავალი ვერ მიიღე, ვერაფრის რეალიზაცია ვერ მოახდინე, რა უნდა გააკეთო, მოსახლეობამ რა უნდა მიიღოს სურსათი და ასე შემდეგ. და რომელიც ნებისმიერ დროს პოლიტიკურ კრიზისში შეიძლება გადაინაცვლოს ამ ქვეყნებში, იმიტომ რომ იქ სადაც დემოკრატია არა, იგივე წყლის რესურსებიც და სადაც ადამიანის უფლებები არ არის უზრუნველყოფილი, წყლის რესურსების გადანაწილებაც არასამართლიანად ხდება ხოლმე. და მაგალითად იორდანიაში კიდევ საინტერესო არის, რომ იქ ჭის წყალს იყენებენ, ანუ მიწიდან იღებენ წყალს და ყოველწლიურად 1 მეტრით ქვევით იწევს წყლის ასე ვთქვათ წყალი. იმდენად დიდი მოხმარებაა და იმდენად სწრაფად მილევადი არის წყლის რესურსი, მაგალითად იორდანიაში. რომელიც შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც სახელმწიფო წყლის ზესახელმწიფოდ, რომელიც ყველაზე მეტ რესურსს მართავს. ახლო აღმოსავლეთში ალბათ თურქეთი, იმიტომ რომ მთიანი ქვეყანაა და ბევრი მდინარე, მათ შორის ტიგროსი, ევფრატი, ჭოროხიც, მტკვარიც თურქეთის ტერიტორიაზე იღებს სათავეს, მაგრამ ამ მხრივ ჩვენც გვაქვს, ასე ვთქვათ, რესურსები და ჩვენ შეიძლება ვიყოთ წყლის მიმწოდებელი. მე არ ვემხრობი რომ წყლის აი მილებით გადატანას და რაღაცას, მაგრამ აქ იყოს წარმოება, სასმელი წყალი მივაწოდოთ ჩვენი ეკონომიკისთვისაც კარგი იქნება. ახლა ფრანგული სასმელი წყალი ჩადის და ფრანგული მუშახელი ძვირია, თვითღირებულებაც გზის და ასე შემდეგ, მაგრამ ამისთვის ქართულმა კომპანიებმა უნდა იაქტიურონ და ასე ვთქვათ, ჩავიდნენ იმ ქვეყანაში, შეისწავლონ მარკეტები, ჩაიტანონ პროდუქცია, მოახდინონ მერე მისი რეკლამირება და ასე შემდეგ. ამ თვალსაზრისით საქართველოსაც აქვს თავისი, ასე ვთქვათ, ნიშა შეიძლება ნახოს ძალიან კარგი ახლო აღმოსავლეთთან ვაჭრობის წყალი მართლაც მნიშვნელოვანია და მადლობა ღმერთს გვაქვს ეს წყალი საქართველოში. მაგრამ ამასაც მოვფრთხილება უნდა. იგივე თუ აქ არ ვიცი საქართველოში ამის კვლევა ჩატარდა თუ არა, მაგრამ თურქეთი, რომელიც საქართველოს მოსაზღვრე ქვეყანაა, იქ აწარმოებენ დაკვირვებას და ბოლო 30 წლის განმავლობაში შიდა ანატოლიაში 40%-ით არის ნალექის რაოდენობა შემცირებული, შავი ზღვისპირეთში 15%-ით არის შემცირებული. შეიძლება საქართველოში ასეთი სურათი იყოს, არ ვიცი მე, თუ ტარდება ასეთი კვლევები, ანუ მოვფრთხილება სჭირდება ამასაც, ეს არ არის ის, რომ რაც გაქვს მუდმივად ყოველთვის ასე იქნება. წყლის რესურსებსაც სერიოზული მოვფრთხილება სჭირდება. კი ბატონო. მნიშვნელოვანია იმაზეც ვისაუბროთ, ახლო აღმოსავლეთი როგორც რეგიონი თუ აღიქვავს თავის თავს რეგიონად და თუ აქვს რაღაც ამ სახელმწიფოებს აქვს რამე საერთო ხედვა, როგორ ხედავენ საკუთარ თავს გლობალურ არენაზე, რა მიზნები ამოძრავებთ, აქვს თუ არა რამე რეგიონული მიზანი, ეს არის გადარჩენა, ავტონომია, ენერგო დომინაცია, ასე ვთქვათ, ან ტექნოლოგიური განვითარება. ხო, კარგი კითხვა არის, მაგრამ იმისთვის რომ საერთო ხედვამდე მივიდნენ, საერთო მიზნები უნდა იყოს და საერთო ასე ვთქვათ, მიზნების შესაქმნელად ბევრი სხვადასხვა მექანიზმი გამოიყენეს დღემდე, ზოგიერთი ქაღალდზე ისევ არსებობს, მაგრამ რეალურად ეს ვერ მიდის წინ და რატომ? აი მაგალითად, ყველაზე ცნობილი, ასე ვთქვათ, ორგანიზაცია არაბული ქვეყნების ლიგა, ხო? მაგრამ ქაღალდზე არსებული ორგანიზაცია, ანუ კი, შტაბინაც აქვს ყველაფერი, მაგრამ
იმდენად განსხვავდება იქ სხვადასხვა არაბული ქვეყნების მმართველების ინტერესები ერთმანეთისგან და ხშირად ერთმანეთთან დაპირისპირებული, მათ შორის სამხედრო თვალსაზრისითაც არიან, რომ ძალზე ძნელია ილაპარაკო რაღაც საერთო მომავალზე. კი, იდეა ალბათ ის იყო, რომ რაღაც ევროკავშირის მსგავსი რაღაც ყოფილიყო, მაგრამ ევროკავშირში არის დემოკრატია, ხელისუფლების ცვლა, ადამიანის უფლებები და ასე შემდეგ საერთო ფასეულობებზე არის დაფუძნებული. აქ ასეთი ფასეულობები არ არსებობს და უახლოეს ხანშიც ვერ იქნება. მიუხედავად იმისა, რომ იგივე მაგალითად ძალიან ბევრი ელიტის წარმომადგენელს დასავლეთში აქვს განათლება მიღებული და საკმაოდ კარგი განათლება აქვს მიღებული, მაგრამ ხალხის და ელიტის ასე ვთქვათ ურთიერთდამოკიდებულება აბსოლუტურად სხვადასხვა არის, სხვადასხვაგან იმყოფებიან და ელიტებსაც ურჩევიათ, რომ ეს რეჟიმები შეინარჩუნონ ისე როგორც არის, ასე მიაჩნიათ, რომ სწორი არის და ფიქრობენ, რომ თუ თავისუფლებას მისცემენ საკუთარ მოქალაქეებს, ეს შეიძლება ცუდად დასრულდეს და ცუდად დასრულებაში მხედველობაში აი მაგალითები შეიძლება ბევრი დავასახელოთ. ხშირად ისე ხდება ხოლმე, რომ თუ მისცემ თავისუფლებას და ეს მართლაც დილემა არის ბევრ ახლო აღმოსავლურ საზოგადოებაში, ირჩევენ ისეთ მმართველებს, რომელიც მერე თვითონ იქცევიან ხოლმე, ასე ვთქვათ, დემოკრატიულად მოდიან ხელისუფლებაში და მერე თვითონ იქცევიან ტირანებად. მაგალითად ეგვიპტეში, როდესაც მუბარაკი ჩამოაგდეს და რევოლუცია მოხდა, ხო ეს არაბული გაზაფხულის რევოლუციების ფარგლებში მოვიდა ძალა, რომელმაც გამოაცხადა, რომ შარიათის კანონები უნდა მოიტანოს და ასე შემდეგ და შარიათის კანონების მოტანა ნიშნავს იმას, რომ საერო ხელისუფლება და სასულიერო ერთიანდება ერთად უნდა იყოს და იგივე სიკვდილის დასჯის შემოღება და ასე შემდეგ და მე ისევ სამხედროებმა მოახდინეს სამხედრო გადატრიალება და ასე ვთქვათ, ახლა დელი პრეზიდენტი ალ-სისი სწორედ ამ სამხედრო ელიტის წარმომადგენელია, რომელმაც ასე ვთქვათ, არჩეული ხელისუფლება ჩამოაგდეს, იმიტომ რომ ისინი არ იყვნენ ასე ვთქვათ, არასეკულარულები იყვნენ, ასე ვთქვათ. ძალიან საინტერესო თემა ვახსენეთ და არ მინდა გამოვრჩეს. დემოკრატიაზე იყო საუბარი და არაბულმა გაზაფხულმა რა გავლენა იქონია იმ ცენტრალიზებულ მთავრობებზე, სამეფოებზე პრაქტიკულად, რომლებაც დაინახეს, რომ ესეთი ტიპის მუხტი არის, ამან მათ უბიძგა, რომ უფრო ლიბერალურები გამხდარიყვნენ, უფრო მეტი უფლებები მიეცათ მოსახლეობისთვის თუ პირიქით უფრო ჩაკეტეს საზოგადოება. ხო, ეს არაბული გაზაფხული უფრო მეტად შეეხო ხმელთაშუა ზღვისპირეთის არაბულ ნაწილს და ნაკლებად შეეხო სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მაგრამ გამოძახილი იქაც ჰქონდათ, მაგალითად ბაჰრეინში გამოვიდა ხალხი ქუჩებში, მაგრამ ბაჰრეინის პრობლემა სხვა არის კიდე. მათ ჩათვალეს, რომ ეხლა ეს კარგი მომენტი იყო ხელისუფლების შესაძლებლად, იმიტომ რომ სუნიტური უმრავლესობა მართავს შიიტურ უმრავლესობას, შიიტების უკან ირანი დგას, სუნიტების უკან საუდის არაბეთი და ბოლოს იძულებული გახდა ბაჰრეინის ხელისუფლება დახმარების თხოვნით მიმართა საუდის არაბეთს და საუდის არაბეთმა საკუთარი ჯარები შეიყვანა და დააშოშმინა სიტუაცია, ბაჰრეინის სუნიტური კლანი ასე გადაარჩინა. იორდანიაში საერთოდ, მეფე იყო და მეფე საკუთარ თავს ხوار გადააყენებდა, მთავრობა გადააყენა და უთხრათ ხალხს, რომ აი ხო ხედავთ თქვენი მოთხოვნებს, ასე ვთქვათ, ხალხის მოთხოვნებს ვითვალისწინებთ და გადავაყენეთ მთავრობა და ეხლა ახალი მთავრობა გოყოლება და ის შეასრულებს თქვენს მოთხოვნებს. სისხლიანი იყო არაბული გაზაფხული ეგვიპტეში, კიდევ უფრო სისხლიანი სირიაში, რომელიც 2011 წელს დაიწყო და რამდენი ხალხი დახოცა და ვისაუბრეთ ამაზე. საერთო ჯამში აჩვენა ყველაფერმა, რომ დემოკრატია იმ გაგებით, რასაც ჩვენ გულისხმობთ, ლიბერალური დემოკრატია, ახლო აღმოსავლეთისთვის უცხოხილია და არ ამართლებს, გამონაკლისებიც არსებობს, გამონაკლისი არის ისრაელი, რომელსაც ევროპული სტილის ქვეყანა აქვს და ასე ვთქვათ, განაგრძობს ის დემოკრატია ფუნქციონირებას. კი ბატონო.
საბოლოოდ პრაქტიკულად შეჯამებასავით გამოდის არ არის კარგი ესე პროგნოზების გაკეთება განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში, მაგრამ როგორ ჩანს დღევანდელი გადმოსახედიდან იმ ფაქტიდან, რომ რაღაც კონფლიქტები ამოწურვის პროცესში არის სირიაში, ასე თუ ისე ნორმალიზდება სიტუაცია, არ ვიცით როგორ განვითარდება საბოლოოდ, მაგრამ ასე თუ ისე სამოქალაქო ომი დასრულებულია, პალესტინასა და ისრაელს შორის არის ძალიან კარგი განვითარებები ბოლო დღეებში. როგორ ხედავთ რეგიონის მომავალს? შეიძლება უფრო მეტი ფრაგმენტაცია დაპირისპირება თუ არის შანსი, რომ რაღაც მშვიდობისკენ წავიდეს საერთო ჯამში? ხო. ზოგჯერ ტელევიზიებში ინტერვიუ რომ აქვს, აი კარგ ნოტაზე დავასრულოთ მეუბნებიან ხოლმე, მაგრამ მე არ ვიქნები მართალი, რომ მოვატყუო ვიღაცა და ვთქვა, რომ აი შვიდობა ხვალიდან შვიდობა დაისადგურებს ახლო აღმოსავლეთში სამწუხაროდ ასე არ იქნება. ის პრობლემები, რომელზეც ვისაუბრეთ, არსად არ წასულა და იქნება კიდევ და ეს ტერორიზმის პრობლემა ესე ნაკლებით ვისაუბრეთ, მაგრამ ეს ყველაფერი გამოწვეულია იქიდან, რომ სწორედ ადამიანებს არ ეძლევათ საკუთარი უფლების დაცვის სხვა საშუალება და იძულებული არიან ხშირად იერარქს მიმართონ და მე ნაწილი ეს ტერორიზმში გადადის, ნაწილი აჯანყებაში გადაიზრდება ხოლმე და ასე შემდეგ. თქვენ ახსენეთ სირია, მაგრამ სირიაში ქვეყნის ტერიტორიის ნაწილს აკონტროლებს კი სუნიტური აჯანყებულები, ყოფილი აჯანყებულები, მაგრამ ნაწილს ქურთები აკონტროლებენ და ეს ქურთული საკითხი გადაწყვეტილი არ არის. კიდე არავინ იცის როგორ განვითარება ექნება, იმიტომ რომ აღმოსავლეთ ნაწილში და სამხრეთ ჩრდილოეთ აღმოსავლეთ ნაწილს სირიას აკონტროლებენ ქურთები და პროქურთული ძალები. პალესტინა ახსენეთ და პალესტინაში კი კარგი ნაბიჯი გადაიდგა პალესტინის მიმართულებით, მაგრამ შემდეგ რა განვითარება ექნება, ამის გარანტორი ვერავინ ვერ იქნება და აქაც ბევრი კითხვის ნიშნებია. კი არა, მე მაგალითად მგონია, რომ ისრაელ-ირანის ომი მხოლოდ პირველი ომი იყო, ირან-ისრაელის და მას მეორედ შეიძლება მოყვეს, იმიტომ რომ ის პრობლემებიც, რომელიც მათ ეს ომი გამოიწვია, არსად არ წასულა. ომი რეალურად მაშინ თავდება ხოლმე, როდესაც ესა თუ ის პრობლემა ამოწურული. ახლა ეს პრობლემა არ არის ამოწურული, ახლო აღმოსავლეთში არც ერთი პრობლემა არ არის ამოწურული. მათ შორის აი მაგალითად ისიც, რომ ვახსენეთ ქურთები და 40-45 მილიონი ერს არ აქვს სახელმწიფო. ესეც ალკე პრობლემა არის. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ არსად არ წასულა ის ფუნდამენტური საკითხები, დემოგრაფიული პრობლემები, დემოკრატიის და ადამიანის უფლებების არარსებობა და ასე შემდეგ, რომელიც იქ არსებობს და ასევე არსად არ წასულა ის, რომ არაბული სამყაროსთვის ჯერ კიდევ უცხო სხეულად რჩება ისრაელი, როგორც ასეთი. იქ არის ისევ თურქეთის საკითხი, თურქეთის გავლენები სირიაში და თურქეთი და ისრაელი უშუალოდ გაუმეზობლდნენ ერთმანეთს უკვე მას შემდეგ რაც სირიაში პროთურქული ძალები არის და დღემდე კი ხდება ინციდენტების თავიდან აცილება და ამის მექანიზმი სხვათა შორის აზერბაიჯანის შუამდგომლობით იქნა შემუშავებული და იმიტომ რომ აზერბაიჯანს კარგი ურთიერთობა აქვს როგორც ისრაელთან ისე თურქეთთან და ამაში რომ მათ შორის არ მოხდა შეტაკება, დიდი როლი პირადად ალიევმაც ითამაშა. მაგრამ მომავალში როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, ძნელი სათქმელი არის. შეიძლება ახლო აღმოსავლეთ ზოგადად გავს ხოლმე და იქ განვითარებული მოვლენები, აი დენტით სავსე კასრი როდესაც არის და გარშემო ანთებული ჩირაღნებით დარბიან და აი ნებისმიერ დროს ნებისმიერ ნაპერწკალი შეიძლება დაეცეს ამ იმას რა ქვია დენტით სავსე კასრს და აფეთქდეს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ ბევრი დრამატული მოვლენები გველოდება ახლო აღმოსავლეთში წინ. კი ბატონო. მე კი ვთქვი, რომ ბოლო კითხვა არის, მაგრამ ერთი უცებ გამიჩნდა. რატომ არის საქართველოსთვის და ქართველებისთვის მნიშვნელოვანი, რომ ამ რეგიონზე ცოტა მეტი ცნობიერება გქონდეს, მეტი ვიცოდეთ და არის თუ არა რამე
ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში ან ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებში ისეთი, რაც ერთის მხრივ უნდა გავითვალისწინოთ და მეორეს მხრივ ვისწავლოთ რაღაც გამოცდილება აქედან. ხო, გეოგრაფიას ყოველ შევცვლით და ჩვენ მუდმივად აქ ვიყავით და მუდმივად შეხება ქონდა ამ რეგიონთან, ეგ კი არა, ქართულ მონეტებზე, ქართულის გარდა არაბულათაც ეწერა, იმიტომ რომ ვიღაცას უნდა წაეკითხა, შენ ვინ იყავი და შენი ფული რა იქ მიმოქცევაში რო ყოფილიყო, გაეგოთ რა ეჭირათ სიტყვაზე ხელში, ხო? და მუდმივად ამიტომ ურთიერთობა ქონდა და ეს სტერეოტიპულ ისტორიის იმას რო გავწდეთ, მარტო ომები არ გავაკავშირებდა, ბევრი კულტურული კავშირები გაგვაჩნდა, ბევრი სიტყვები შემოვიდა აღმოსავლური ენებიდან ქართულში. ახლა ვეფხისტყაოსანი ჩვენი თავარი, ასე ვთქვათ, ნაწარმოების შუა საუკუნეების აღმოსავლურ მოტივებზეა, ხო, შექმნილი და მოვლენები იქ ვითარდება იმ ტექსტის მიხედვით, ხო? და ანუ ეს ისტორიულად ასე იყო. ისედაც რო ავიღოთ, ასე ვთქვათ, ობიექტურები რო ვიყოთ, ახლო აღმოსავლეთ ჩვენთვის აღმოსავლეთი არ არის გეოგრაფიულად, სამხრეთი არის, მაგრამ ეს ევროპელების დარქმეული ასე ვთქვათ, ტერმინი არის და ახლა ასე ვხმარობთ, თორე ჩვენ რო დაგვერქვია საერთო რაღაც სახელი, ალბათ სხვა იქნებოდა, იმიტომ რომ რეალურად აღმოსავლეთი არ არის ჩვენთვის, სამხრეთი არის. და ზოგიერთ შემთხვევაში დასავლეთიც არის, თუ თურქეთსაც ამ რეგიონს მივათვლით. ხო. ამ რეგიონთან უნდა ვიცოდეთ ეს რეგიონი, გარდა იმისა, რომ ეკონომიკური ურთიერთობები ქონდა, გვაქვს და გვექნება, ვერსად ვერ გავექცევით ამას, გეოგრაფიას ვერ შევცვლით. როდესაც ერთ დღესაც და მე დარწმუნებული ვარ, რომ გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ჩვენ ვიქნებით უკიდურესი აღმოსავლეთი ნაწილი და ერთგვარი ხიდის როლი შეგვიძლია შევასრულოთ დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. აქ შეიძლება იყოს ძალიან კარგი სავაჭრო შეხვედრის წერტილი, ან კვანძი, როგორც გინდა დაარქვით, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ამას ჩვენი გეოგრაფიაც გვეხმარება ის, რომ ზღვაზე გასასვლელი გვაქვს და ამითაც საინტერესოები ვართ. წევან ვახსენეთ წყლის რესურსები და წყლის რესურსების რეალიზაცია შეგვიძლია მოვახდინოთ აღმოსავლეთის ქვეყნებში. პოტენციალი არსებობს, ამ პოტენციალს გამოყენება სჭირდება. სჭირდება ასევე კარგი სპეციალისტების მომზადება ამ მიმართულებით. საჭირო არის თვალყურის დევნება, ასევე აქ რა პროცესები ვითარდება, რომ არ მოხდეთ ისეთ ტრაგიკომიკურ სიტუაციებში, მაგალითად, როგორშიც მოხდა შარშან კობახიძე, როდესაც ტერორისტულ ორგანიზაციებად მიჩნეულ ქვეყნები, ისა ჯგუფების ლიდერების გვერდით აღმოჩნდა ერთ-ერთ მიღებაზე გვახსოვს ყველას ეს და ასე რომ რაღაცების აღმოსავლეთი არის ძალიან ფაქიზი თემა. ამ ფაქიზი თემებში საჭირო არის დელიკატური მოქცევები. და აღმოსავლეთი კიდევ იმით განსხვავდება დასავლეთისგან, რომ დასავლეთში პირდაპირ გეუბნებიან ბევრ რაღაცას და აღმოსავლეთში არ გეუბნებიან. აღმოსავლეთში შენ თვითონ უნდა მიხვდე ბევრ რაღაცას, მაგალითად არ არის მიღებული აღმოსავლეთის ამას როგორც უკვე ყოფილი დიპლომატი ისე გეუბნებით, უარის თქმა არ არის მიღებული და აი რაღაცას როცა ეტყვი სიტყვაზე მიღებული გაქვს როგორც დიპლომატს დავალება, რომ აი ეს უნდა იმას ქნა რა ქვია გადასცე მეორე მხარეს და შეეცადო რომ შენი პოზიციები ასე ვთქვათ დაიწვა და ის დავალება შეასრულო რომელიც ცენტრიდან მოდის. წინასწარ უკვე უნდა ხდებოდეს რამდენად შესაძლებელია ამის შესრულება, ანუ უარს არ გეუბნებიან, კი, გეტყვიან, რომ აი ახლა ეს ჩვენ ამას განვიხილავთ რაღაცა ისე, მაგრამ შენ თვითონ უნდა ხდებოდე, რომ აღმოსავლეთში არ არის მიღებული უარის თქმა, ეს ითვლება უპატივცემულობად შენს მიმართ, ამიტომ პირდაპირ უარს არ გეტყვიან და ასეთ ბევრი ნიუანსი არის. ამ ნიუანსების ცოდნა არის საჭირო, როდესაც ამ ხალხთან გაქვს ურთიერთობა. საჭიროებს როგორც ჩვენ ძალიან ღრმა ანალიზს და ცოდნას, რომ იცოდე როგორ მოიქცე კონკრეტულად იმ რეგიონში. რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო საუბრისთვის.
ჩვენ კი დაგიბრუნდებით შემდეგ სამშაბათს ისევ 8 საათზე. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ.